რას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა. დღეს გვექნება სატელევიზიო კრიტიკის მოკლე გაკვეთილი. სატელევიზიო და PR კრიტიკის ძალიან მოკლე გაკვეთილი. ეს არის ვაშა გადაცემა, სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. ყველამ ნახეთ ალბათ 26 მაისს ერთი უცნაური და მოულოდნელი ეგრეთ წოდებული ქარდი, რომელიც გაჩნდა იმედის სახელით, იმედის ლოგოთი. მასზე გამოსახული იყო ბორის ბიძინა ივანიშვილი და ორი სხვა ადამიანი. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. და ამ ქარდს ჰქონდა წარწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი. 3 მოქმედი გმირით. კოსტავა, გამსახურდია და წინა პლანზე ბორის ბიძინა ივანიშვილი. პირველი ვარლამ ციკლაური. რა თქმა უნდა, მე გრეტა წიწავა და სხვები რა მნიშვნელობა აქვს ამ ხალხის ვინაობას. ახლა 6900 კაცი ყავს მომწონებელი. გული დაუხატა 390 ადამიანმა და ჰაჰა დაუწერა, დასცინა 5000 ადამიანმა. ეს თვითონ ნადეჟდას Facebook-ზე. აი გამოხმაურებები. გილოცავთ. ზვიადი და მერაბი რაშუაშია საერთოდ. აქ მარტო ბიძინა უნდა იყოს. ბატონი ბიძინას აზრით, ზვიად გამსახურდიას სახელმწიფოს მართვის ცოდნა არ ქონდა და არც შესატყვისი მანერები. მერაბ კოსტავი კი უჩქუო კაცი იყო, რადგან საბჭოთა კავშირს თავი დააჯერინა. ასე ფიქრობს ბატონი ბიძინა, ჩვენი ბიძო. ღმერთო, რას ამარცხინოები ხართ, თქვე ბეჩავებო. როდის გვეშველება და მოვიშორებთ იმედს და ოცნებას. ბიძინა ვიცანი და ის ორი ვინაა. ჩვენი ბიძო და ვინ? სად ერეკლე და სად ჩემი ბიძინაო, ამაზეა ნათქვამი. როგორც ასდასი იყო და დიადი, ზვიადი, vzgliadi. ზვიადი და მერაბი რაშუაში არიან საერთოდ. აქ მარტო ბიძინა უნდა იყოს. მოკლედ, ბევრი ასეთი გამოხმაურება, ყველას რა თქმა უნდა ვერ წაგიკითხავთ, სულ არის 2100 გამოხმაურება. უბრალოდ მინდა შევახსენო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბორის ბიძინა ივანიშვილს იმდენივე აქვს გაკეთებული, ან მიახლოებით იმდენი მაინც, რამდენიც გამსახურდიას და კოსტავას. გაქვთ უფლება იყოთ იდიოტები და თვლიდეთ, რომ ბორის ბიძინა ივანიშვილმა ხეხა ციხე გადასახლებული იყო, რომ არ ვიცი, ხელნაწერ ჟურნალებს ავრცელებდა თავის დროზე, სისტემას ებრძოდა, დისიდენტი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის დაჯერების უფლება გაქვთ, მაგრამ როდესაც გვეუბნებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელია, 26 მაისს, ნება მოგვეცით ჩვენ აღარ დავიჯეროთ, რომ იდიოტები არ ხართ. აპატიეთ, მაგრამ იდიოტები ხართ. ან თუ გნებავთ, ნუ მაპატიებთ, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი შედგა 2026 წელს, ოღონდ 9 აპრილს. თვენახევრის წინ. დღეს ამ ქარდის გაკეთება, დღეს ამის გახსენება არის ჩვეულებრივი ისტორიული დეგენერატობა. და არა მხოლოდ ისტორიული. აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, რომ ადამიანებმა ეს ქარდი აიტაცეს და აქციეს მემად. ბოდიში ამდენი უცხოური სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ ქართულად არც ვიცი რა ქვია ქარდს ან მემს. მოკლედ აგაგდეს ჩემო ნადეჟდა და გააკეთეს ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ალტერნატიული ქარდი. უბრალოდ გთავაზობთ, პატიჟებთ, რომ ეს ქარდები დავათვალიეროთ, მე რაღაც ნაწილი შევკრიბე მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ორჯერ ან სამჯერ მეტია, მაგრამ მე რაც ვიპოვე, ამ მომენტისთვის რაც მოვიპოვე, მოდი ახლა ვნახოთ ერთად. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი, ოღონდ განსხვავებული მოქმედი პირებით. მართალ გითხრათ, ეს უფრო მეტად შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. გამწუხაროდ. 48 წელი არგენტინის ნაკრების პირველი მსოფლიო ჩემპიონობიდან. ბატონი ბორისი წინ თასით, მარცხნივ მარიო კემპესი და მარჯვნივ
დანიელ ბერტონი. დინოზავრების გადაშენების 35 მილიონი წელი. ისევ ბატონი ბორისის მონაწილეობით. საქართველოს ქრისტიანობის აღდგენის 1700 წელი. წმინდა ნინო და ბატონი ბორისი. იალტის კონფერენციიდან 81 წელი გავიდა. ბატონი ბორისი, ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი. საქართველოს დიდგორის ბრძოლის 904 წელი. ბატონი ბორისი და მისი ორი ცნობილი გმირი. ერთად გავიმარჯვებთ, ისტორია ჩვენს მხარესაა. ბატონი ბორისი, მაკედონელი და ნაპოლეონი. პირველი ადამიანის ჩამოყალიბებიდან 2.400.000 წელი გავიდა. ბატონი ბორისი დღეს და ბატონი ბორისი ოდესღაც. ქართული ფეხბურთის გამარჯვების 45 წელი. ბატონი ბორისი, დათო ყიფიანი და საშა ჩივაძე. ამ ქარtს წარწერა არ აქვს, მაგრამ ესეც არაჩვეულებრივი ქარდია რაშმორის და ეგრეთ წოდებული ვინც იცის. იცის ბატონი ბორისი და კიდევ ვიღაც ამერიკელი მოღვაწეები. არ ვიღაცეები. რომელთაც ისტორია გაცილებით ნაკლებად იცნობს. გორგასლიანი, ბატონი ბორისი და არაჩვეულებრივი გარემო. აქედან სამწუხაროდ ყველა სახელი არ ვიცი, მაგრამ ერთი ზვიად გამსახურდია, ერთი გურამ დოჩანაშვილია, ერთი მერაბ კოსტავაა. თვარეზე გაფრენის 56 წელი. პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის და დიდი ნაბიჯი კაცობრიობისთვის. ბორის ბიძინა ივანაშვილი. საქართველოს ნაკრების ევროპაზე გასვლიდან 2 წელი გავიდა. მე როგორც გითხარით, მართლა ვფიქრობდი, რომ ნადეჟდა ამ ქარtს უბრალოდ მოხსნიდა ვიღაც ადეკვატური გამოჩნდებოდა და ეტყოდა, რომ ამის გაკეთება არ ღირს. ჯობია რა კი შეგვეშალა, ჯობია ეხა უბრალოდ მოხსნათ, წავშალოთ ეს ქარტი, მაგრამ ასე თურმე ართულის თვითონ პროპაგანდა და რომ ართულის ამის საუკეთესო დასტურია ამ ქარტის გაპრავებები. მაგალითად, ბაჩო ოდიშარია ცნობილი გამპრავებელი პროჭორულელების. ისტერიკის ახალი ტალღა დაიმართეს ნაცებმა და ლიბერალებმა. ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად, როგორ გამოსახეთ დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბარათზეო. ამ საუკუნეში თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ფატალური რისკების მიუხედავად ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა 9 წლიანი დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო გარეძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა. ამიტომ გასაგებია ნაცების და ლიბერალების ისტერიკა. მათთვის ხომის მათივე ძალადობრივი რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლოა. შესაბამისად გიჟდებიან როგორც ვამპირები ჯვრის დანახვაზე. გილოცავთ იმპერიებისგან, რეჟიმებისგან და აგენტურისგან თავისუფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ახლა 1991 წელს სად იყო ბატონი ბორისი? ამას თავი დავანებოთ, აღარ გავიხსენოთ ეხლა ეს ფარცოვშიკობა კომპიუტერებით, ჩინური კომპიუტერები და მისი დიდი თუ პატარა ბიზნესი იმ პერიოდის, ჩავთავოთ რომ იგი რეალურად 91 წელს და წელსაც და 91 წლამდე მუდმივად ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აფინანსებდა თბილისის ჯალათს გენერალ ლებეც მაგალითად. როდესაც სამსახურში იღებდა გენერალ კატუსევს, ყოფილ სამხედრო პროკურორს, მთავარ სამხედრო საბჭოთა პროკურორს, რომელმაც თბილისის მოვლენები, ეგრეთ წოდებული მოვლენების, ანუ თბილისის სისხლის ზღვრის შესახებ 9 აპრილს გამოაქვეყნა დასკვნა და თქვა, რომ საბჭოთა ოფიციალური დასკვნა და თქვა, რომ ის 21 ადამიანი, რომელიც 9 აპრილს დაიღუპა მომიტინგეების გამო. მომიტინგეებმა ერთმანეთი გადაჭყილდეს, მომიტინგეებმა ერთმანეთი გადათელეს და მომიტინგეებმა გარდა ამისა დააზარალეს, დაჭრეს და დაასახიჩრეს ათობით მილიციელი და სამხედრო. ეს იყო იმ გენერალ კატუსევის დასკვნაში, რომელიც მერე დაახელფასა, როგორც პროჭორულელები ამბობენ, ბორის ბიძინა ივანიშვილმა და დანიშნა ბანკ რასიისკი კრედიტის უსაფრთხოების ხელმძღვანელად, თავის მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში. გენერალ ლებეც აღარ გაგახსენებთ თბილისის რეალურ ჯალათს, რომელიც მისი ბიზნეს პარტნიორი იყო, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებდა და რომელიც შემდეგ მისი ბიზნეს პარტნიორი გახდა. ეს ყველაფერი
ჩავთვალოთ რომ არ ყოფილა. ჩავთვალოთ. და ჩავთვალოთ რომ რეალურად გამსახურდია კოსტავა და ივანაშვილი ერთი დიდი სამეული იყო სამი გმირი მნათობი. რომელთაც ერთმანეთის მონება ჭირდა, კაი, გაუმზადოთ 2 კვადრატული მეტრი ბატონ ბორის იმ წმინდა მთაზე. მაგრამ მაინც მინდა შევახსენო ნადეჟდას და ბატონი ბორისის გარემოცვას. სანამ ცოცხალია ბატონი ბორისი, სანამ ცოცხალი ბრძანდება ბატონი ბორის და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, მაინც მინდა გირჩიოთ, უფასოდ. ძალიან სამწუხაროა რომ არ აღმოჩნდა არავინ, ვინც ამას ჩემს მაგივრად გეტყოდათ, თქვენიანი. ჩემს მაგივრად გეტყოდათ, იმავეს მიხვდებოდა და თქვენს გეტყოდათ და ნადეჟდასაც გაჯორავდა ამ სისულელის გაკეთებისთვის. მერე გამახსენდა რომ ერთადერთი პიარშიკი ყავდა და ისიც დაიჭირეთ ჯაშუშობის ბრალდებით და მე მგონი საერთოდ აღარავინ აღარ დაგჭათ გარშემო. ამიტომ ისევ მე თუ გიშველით, ისევ მე თუ მოგცემთ უფასო რჩევას და გთხოვთ გაითვალისწინოთ. ამის გამკეთებლები უბრალოდ კი არ გაჯოროთ. თქვენს ბაობაბებთან დამარხეთ, ღრმად, ან პირდაპირ ზვიგენებს აჭამეთ. იმიტომ რომ ამ ქარდმა და განსაკუთრებით იმ რეაქციამ, რომელიც აი ამ ქარდებს მოყვა და იმ ალტერნატიულმა ქარდებმა ნადეჟდას ხომ მაგრად ავნო და თქვენ საერთოდ გავნო და გავნო. ეს იყო ვაშა გადაცემა. სპეციალური გამოშვებით და რჩევებით ბორის ბიძინა ივანაშვილისთვის. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავბიდი, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.